დღეს მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და საინტერესო თემაზე, რომელიც თუ დროულად არ გეცოდინებათ, შეიძლება თქვენი ცხოვრების ათწლეულები, თქვენი ენერგია და ფიზიკური ჯანმრთელობაც კი შეიწიროს. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ამოვიცნოთ ნარცისი პირველივე შეხვედრისას. ნახეთ რა ხდება, ნარცისი არ მოდის რქებით და საშინელი სახით. პირიქით, ის ხშირად მოდის შენს ცხოვრებაში როგორც შენი ოცნების ადამიანი, როგორც საუკეთესო მეგობარი, ან იდეალური ბიზნეს პარტნიორი. ის არის ადამიანი, რომელიც ზუსტად იმას გეუბნება, რისი მოსმენაც გინდა, მაგრამ არსებობს წითელი დროშები, რომლებსაც ისინი ვერ მალავენ. ასე რომ უნდა იყოთ დაკვირვებული, რომ შეძლო ამ თვისებების და ხასიათების ამოცნობა. პირველი ნიშანი. წარმოიდგინე ხვდებით ადამიანს და ის პირველივე შეხვედრისას გაგრძნობინებს, რომ თქვენ ხართ მისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა. გეუბნება, რომ ასეთი არავინ შეხვედრია, რომ თქვენ განსაკუთრებული ხართ, რომ თქვენს შორის რაღაც კოსმოსური კავშირია და გიქმნის ილუზიას, რომ ის არის თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. მაგრამ გახსოვდეთ, რეალური კავშირის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. თუ ადამიანი პირველივე შეხვედრისას ზედმეტად გაგებთ, ზედმეტად აღფრთოვანებულია და თითქოს თქვენს ცხოვრებაში შემოჭრას ცდილობს, ეს არის ერთი ნარცისული გამოხატულება. ასე რომ პირველ შეხვედრისას მსგავს ქმედებებს ყურადღება მიაქციეთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის საუბრის ბალანსი. დააკვირდით, რამდენ საუბრობს ის საკუთარ თავზე და როგორ ისმენთ თქვენ ამ ამბებს. ნარცისისთვის თქვენ ხართ არა პიროვნება, არამედ აუდიტორია. ის მოგიყვება თავის მიღწევებს, თავის დიდებულ გეგმებზე, ასევე ცუდ გამოცდილებასაც, როგორ დაჩაგრეს სხვებმა, მიუხედავად ამისა, როგორ წამოდგა ფეხზე და როგორი შეუდარებელია ყველაფერში. თუ თქვენ რაიმე სიტყვით, ის აუცილებლად გადმოიტანს აქცენტს ისევ თავის თავზე. მაგალითად, თუ იტყვით, რომ გუშინ თავი გტკიოდათ, ის არ გკითხავთ, როგორ ხართ. ის იტყვის, ოჰ, ეგ რა არის? შარშან მე ისეთი თავის ტკივილი მქონდა, ექიმები გაოცებული იყვნენ ჩემი ამტანობით. ხვდებით? თქვენი ტკივილი გამოიყენა, რომ თავისი დიდებულება კიდევ ერთხელ წარმოეჩინა. მესამე ნიშანი და რასაც აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, არის თუ როგორ ექცევა ის ქვემდგომ ადამიანებს. ნახე, შენთან შეიძლება იყოს ანგელოზი, იდეალური და თავაზიანი, მაგრამ დააკვირდი როგორ ელაპარაკება ის ოფიციანტს რესტორანში, როგორ მიმართავს სხვა ადამიანებს, როგორ მიმართავს უბრალოდ გამყიდველს, მოლარეს. ნარცისისთვის ადამიანები ძირითადად იყოფიან ორ კატეგორიად. პირველი მათზე ძლიერად, ვისაც უნდა დაექვემდებარონ და გამოიყენონ და მეორე მათზე სუსტებად, ვისაც უნდა იბატონონ. თუ ის ოფიციანტს ან მოლარეს უხეშად მიმართავს და უბრალო შეცდომის გამო ამცირებს, იცოდეთ, რომ ზუსტადაც მოგიქცევათ თქვენს მომავალში, როცა ურთიერთობა უფრო დასერიოზულდება. მეოთხე, რასაც უნდა დააკვირდე, ეს არის სარკისებური ეფექტი. ნარცისები უმეტესად ცდილობენ, რომ ისინი გამოჩნდნენ ზუსტად თქვენნაირები. თუ ეტყვით, რომ გიყვართ კლასიკური მუსიკა, ის გეტყვით, რომ ბავშვობიდან მოცარტზე იზრდებოდა. თუ ეტყვით, რომ გიყვართ მთები, გიყვართ მთებში მოგზაურობა, ის ალპინისტი აღმოჩნდება. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მართლა შენი მსგავსია. არამედ ცდილობს შეგიქმნას ილუზია. თითქოს იპოვეთ მეორე ნახევარი. დააკვირდით, რამდენად ბუნებრივია ეს ყველაფერი. თუ ადამიანი ყველა შენს აზრს ეთანხმება და ამის საპირისპირო არაფერი გააჩნია, საპირისპირო აზრი არ აქვს, უნდა იცოდე, რომ ეს საეჭვოა. მეხუთე ნიშანი არის საზღვრების შემოწმება. ეს ძალიან ნატიფი რამაა. ნარცისი პირველივე შეხვედრისას ეცდება, რომ დაარღვიოს შენი საზღვრები. ოღონდ რა თქმა უნდა ისე, რომ ეს მეგობრულად მოგეჩვენოთ. მაგალითად, შეიძლება დასვას რაიმე ისეთი კითხვა, რაც პირველივე შეხვედრისას შეუფერებელია. ან გთხოვთ რაღაც ისეთის გაკეთება, რასაც ნორმალური ადამიანი პირველ შეხვედრაზე არ გთხოვთ. თუ თქვენ ეტყვით არას ან დააწესებთ საზღვრებს, დააკვირდით მის რეაქციას. ნორმალური ადამიანი ყოველთვის პატივს სცემს თქვენს საზღვრებს და თქვენს უარს. ნარცისი, რა თქმა უნდა, გაბრაზდება და ეცდება, რომ თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ. გეტყვით, რომ ოჰ, რა იყო, უბრალოდ ვიხუმრე, რა ფრთხილი ყოფილ ხარ. მსგავსი ქმედებები არის ხოლმე ნიშანი, რომ მომავალში ის შენს ყველა საზღვარს გადაკვეთავს. მეექვსე, რასაც გირჩევდით, რომ დააკვირდეთ, ეს არის მსხვერპლის როლი. ნარცისებს ჩვევიათ მსგავსი ისტორიები. მაგალითად, ყველა მისი ყოფილი პარტნიორი იყო გიჟი. ყველა ყოფილი უფროსი იყო არაპროფესიონალი, მეგობრებმა უღალატეს და რაღაც ისეთ გარემოს ქმნის, თითქოს ის არის უბრალოდ მსხვერპლი, ბოროტ სამყაროში. თუ ადამიანი ცდილობს, რომ სხვები ცუდად გამოაჩინოს, სხვებზე ცუდი გელაპარაკოს და შენ თუ ხარ ძალიან ემოციური მსგავსი თემების მიმართ, შეიძლება რაღაცნაირად შეგეცოდოს და ამ შეცოდებაში ემოციური კავშირი დაიჭიროს.
გახსოვდეთ, რომ ადამიანი როდესაც გელაპარაკება სხვა ადამიანზე ცუდად, შემდეგ თქვენ გახდებით იგივე. თქვენ გახდებით მისი გიჟი ყოფილი ან მეგობარი, რომელმაც მიატოვა. მეშვიდე და ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის თქვენი შინაგანი შეგრძნება. შენს სხეულს აქვს საოცარი ინტუიცია. ხშირად ნარცისთან შეხვედრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ადამიანი იგრძნობს თავს დაცლილად, დაბნეულად ან შინაგანად რაღაცნაირად, ანუ თქვენი სხეული გეუბნება, რომ არ უნდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. ჩვენ ძირითადად ყველაფერში ვართ გონებაზე კონცენტრირებულები და არ ვაქცევთ ჩვენს სხეულის ყურადღებას. ჩვენი სხეული კი არის გასაღები. ერთ-ერთი რაც უნდა ისწავლოთ ცხოვრებაში, ეს არის საკუთარ სხეულზე დაკვირვება. საკუთარი სხეულზე დაკვირვებით შეგიძლია უამრავი ცხოვრებისეული პასუხი მიიღო. შენ სხეულს აქვს უამრავი პასუხი ბევრ ცხოვრებისეულ სხვადასხვა მომენტებზე. და თუ საკუთარ სხეულს დაუახლოვდები, ზუსტად მიხვდები გარკვეულ მომენტებში რა გინდა და რა უნდა გააკეთო. ვისთან უნდა დაიჭირო ურთიერთობა, ვისთან არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, რა ნაბიჯი უნდა გადადგა ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ასე რომ ნუ დააიგნორებთ ამ შეგრძნებებს. თუ თქვენი გონება გეუბნებათ, რომ აუ რა მაგარი ტიპია, ხოლო შენი სხეული გეუბნება, რომ არ უნდა ამ ადამიანთან ურთიერთობა, დაუჯერე შენ სხეულს. ნარცისს სჭირდება თქვენი ენერგია. ის არის პარაზიტი, რომელიც ეძებს სავსე და კეთილ ადამიანს, რათა მათი ენერგიით იყვებოს. ასე რომ, როდესაც პირველად ხვდებით ვინმეს, იყავით დამკვირვებელი. დასვით კითხვები და მოусმენთ არა მხოლოდ იმას, რასაც ის ამბობს, არამედ რა დგას ამ სიტყვების უკან. ნარცისისთვის ყველაზე დიდი სასჯელი არის, როცა ადამიანი მას არ აღმერთებს და ცივად აკვირდება. ხოლო თუ გრძნობ, რომ უკვე ყავს ასეთი ადამიანი შენს გვერდით, მოეცდები მის შეცვლას, რადგან ადამიანებს ვერ შეცვლი თუ თავად არ მოინდომეს. თავად კიდე ძალიან იშვიათად ინდომებენ შეცვლას, რადგან მას ხომ საკუთარი თავი ძალიან იდეალურ ადამიანად მიაჩნია და ყველა პრობლემა, რაც კი არსებობს სხვებშია და არა საკუთარ თავში. ყველაზე კარგი რაც შეგიძლია გააკეთო ამ დროს, დაიცვა დისტანცია და საკუთარი თავი დაიცვა. ასევე ხშირი კითხვა, თუ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში. ხანდახან ეს არის გაკვეთილები, რომ ვისწავლოთ საკუთარი თავის დაფასება და საზღვრების დაწესება. თუ თქვენ გეყვარებათ საკუთარი თავი და გეცოდინებათ როგორ დაიცვათ საზღვრები, ნარცისი თქვენთან დიდი ხანი არც გაჩერდება, იმიტომ რომ ის ვერ შეძლებს თქვენს მანიპულირებას. იმედი მაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ არ გაებათ ასეთმა ხეებში, რომლებსაც ეს ადამიანები ასე ოსტატურად აგებენ. თქვენი ცხოვრება ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ ის სხვისი ეგოს კვებას დაუთმოთ. თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში გააზიარებთ. ასევე დაწერეთ კომენტარებში, რა თემებზე გინდათ გადავიღო ვიდეო, რა თემები არის თქვენთვის საინტერესო. ასევე გამოვიყევით Instagram-ზე, რადგან პატარა ჩელენჯი მაქვს. ყოველდღიურად ახალ პოსტს ვდებ, რომელიც ადამიანებს ეხმარება განვითარებაში და ამას ვაპირებ წლის ბოლომდე და მგონი გავაგრძელებ კიდევაც. და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.